მეოთხე თავი ისტორიას მიყვება კაცობრიობაში პირველი მკვლელის შესახებ და მისი შთამომავლობის შესახებ და ზოგადად მოიხსენება ჩვენ სამყაროს შექმნაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი და 60-დან გამოვარდა ცოდნით დაეცა ადამი ამის შემდგომ უნებრივია იწყება დეგრადაცია ამის შემდგომ იწყება ყველანაირი უბედურება ამ ქვეყანაზე ასე რომ ჩვენ მრავალს წავიკითხავთ თუ კი მოგვეცა მისი საშუალება თუ რას ჩადიან ადამიანები ცოდნის დაცემის შედეგით. კარგით. მეოთხე თავის დასაწყისი გახლავთ ასეთი. შეიცნო ადამმა ევა თავისი დედაქაცი დაუსრულდება და შვა კაინი და თქვა კაცი შემეძინა უფლისა. რას ნიშნავს შეიცნო ადამმა ევა? ეს იმას ნიშნავს რომ ცოლქმრული ცხოვრების ეს სახე რომელიც სახითაც ეხლა ხდება ადამიანების გამრავლება მოცემულია ცოდვის დაცემის შედეგად. იმიტომ რომ ესეთი რომ ყოფილიყო ის 60-შიც კი მაშინ თუმცა ამბობენ რომ 60-ში მათ ძალიან ცოტა ჰქონდათ რომ მალევე მოხდა დაცემა მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ახლა ამ დროებში ჩვენ ვერ გავსაუბროთ რა ჰქონდათ და როგორ ჰქონდათ უბრალოდ ფაქტი ერთია რომ ცოდვის დაცემის შედეგად ხდება ადამიანებისგან იქ კუთხევა მიეცათ აღორძინდით გამრავლდით აავსეთ ქვეყანა ეს იმას ნიშნავს რომ ისინი აუცილებლად გამრავლდებოდნენ ცოდვითაც რომ არ დაცემულიყვნენ მაინც გამრავლდებოდნენ მაგრამ გამრავლების სახე არ იქნებოდა ისეთი როგორიც აქვს ცოდვით დაცემულ ადამიანს ნახეთ როგორია მასი გამრავლების სახე რას ამბობს დავით ბერძენოვი ცოდვათა შინამ შრომენ დედამან ჩემო ესე იგი ცოდვით დაცემულობის შედეგი არის ეს როგორც ხდება ესე იგი ადამიანის შორი ამიტომ შეიცნო ადამიანმა ევა ნიშნავს უკვე ამ ხორციელ დაცემის შედეგად ისინი ცოლქმრული გახდნენ დაუსრულდება შვა კაინი და თქვა კაცი შემეძინა უფლისა რას ნიშნავს ეს სიტყვები კაცი შემეძინა უფლისა წინა თავში ჩვენ რო ვიტყულობთ გახსოვს გითხარით რომ ეს პირველი სახარება არის მოკლე რომ ტრობას ჩამოვარდნილ შესაძლებლად და კაც შორის ეს არის მესამე თავის მე-15 მუხლი შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის და გაგიმახვილეთ ამაზე ყურადღება მამაკაცი ნასცენებელა ხოლო დედაკაცის თესლისგანაა ლაპარაკი ანუ იესო ქრისტეზეა ლაპარაკი ვის შობაში არ მონაწილეობს მამაკაცის თესლი ეს არის ორი ადამიანი ადამი და იესო ქრისტე ამიტომაც ადამიანებიც უკვე იკარსებული ამიტომაც ევას ეუბნება რომ დედაკაცის თესლისგან ანუ იესო ქრისტესგან შეგეძინება კაცი რომელიც გადამარჯვებინებს შენ ამბოროტებაზე ხო ამიტომ რა თქმა უნდა ევა მიცის ეს აღთქმა უფლის მიერ მოცემულობა მისთვის აქედან გამომდინარე როგორც კი შეეძინა მას პირველი შვილი გახარებულია რადგანაც ფიქრობს რომ კაინი რომელიც დაიბადა ეს უნდა იყოს სწორედ ხსნელი სინამდვილეში იცდება რა თქმა უნდა ხსნელი კი არა კაცის მკვლელია კაინი მაგრამ აქ უნდა აღნიშნოთ ჩვენ ერთი ესეთი რა რაც ხშირ შემთხვევაში კითხვას აჩენს რომ როგორ მრავლდებოდნენ პირველი ადამიანები არსებობს ამდენიმე გარდამოცემა როგორ მრავლდებოდნენ პირველი ადამიანები ისინი პირველ რიგში აუცილებლად თავიანთ დევიზზე ქორწინდებოდნენ მაგრამ ვიზზე უნდა დაქორწინებულიყვნენ ესეც კი განსაზღვრულია ტყუპებად იბადებოდნენ ანუ ტყუპები ჩდებოდნენ კაინი მარტო არ დაბადებულა თქვა მას ყავდა თავის ტყუპის ცალი რომელთანაც მას უნდა ეკორწინა ისევე როგორც სხვა ვაჟებს რომლებიც დასახელებული არიან ყველა შვილი არ სახელდება ხოლმე ბიბლიაში შეიძლება ითქვას სხვა შვილები ჩვენ ნახავთ ამას წავიკითხავთ დღევანდელ ტექსტში რომ დასახელდა პირველი და მეორე შვილები და სხვები არ დასახელდა ყველა სახელი ითარგმნება და მეგეთქვით თქვენ ამ თარგმანებსაც რაც გამახსენდება და ვიცი მართალი გითხრათ იმიტომ რომ თვითონ სახელი რომელიც ეუბნება ადამიანს თითქოს განსაზღვრავდა ხასიათს იმ თაობისას აი იმ თაობაში როგორი ადამიანები და ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ. ამიტომაც ეს ყველაფერი წინასწარ ამიტომ გითხარით რომ თქვენ რომ ეს კითხვა არ გაგიჩნდეთ ტექსტის კითხვის ხელობის დროს რომ როგორ საიდან კაცო კაინი თუ მარტო წავიდა საცხოვრებლად ქალაქი ააშენა აი გამრავლდა და შვილები შეეძინა ვისთან შეეძინა შვილები. ამიტომ თავიდან რომ ეცადეთ სავარაუდოდ ისინი ტყუპებად იბადებოდნენ და ეს უკვე ნიშნავდა რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ ანუ ისინი ცოლქმარი უნდა გამხდარებდნენ. რა თქმა უნდა ეს დღევანდელ სიტუაციაში რა მოგვებელია ტყუპების და დაძმის კი არა ბიძაშვილების ქორწინებასაც აუშვებს ეკლესია მაგრამ მაშინდელ პერიოდში რა თქმა უნდა ეს ფისგან იყო დაშვებული შემეძინა უფლისა რას ნიშნავს შემეძინა უფლისა კაინის სიტყვა თვითონ მონაპოვარს ნიშნავს რაღაც მოპოვებულს ნიშნავს და ამიტომაც იგულდა რომ აი მოიპოვეს შეგეძინა შეძენას ნიშნავს აი ამ სიტყვას ნიშნავს რომ შეგეძინა შვილი გამოხსნელი მეორე შუა მისი ძმა აბელი აბელი მეცხვარეო კაინი მიწის მუშაკი
თვითონ აბელი ნიშნავს ოქს სიტყვას და იცით რა ეს სიტყვები ესე პირდაპირ როთარმა შეიძლება თვალდესი არ იყოს ებრაულ ენაში მაგრამ მისი ძირეული სიტყვები აქედან მოდის როგორც გითხარით რომ მაგალითად თორა სიტყვა რომელსაც ჩვენ ხუთწიგნელს ახლა რასაც ვკითხულობთ ებრაელები რომ უწოდებენ თორას სიტყვა რომ გავუკვირდით რა არის სინამდვილეში სინათლე ჯულს ნიშნავს კანონებს ნიშნავს მაგრამ მისი წარმომავლობა ძირი სიტყვა არის თორაში ნახე და ნიშნავს სინათლეს ამიტომაც ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ამ სიტყვების თარგმანებზე ესეთ თარგმანებზე ვლაპარაკობთ და რა შეიძლება თანამედროვე ესე იგი ებრაულ ენაში ესე არ ხდებოდა აბელი მეცხვარე იყო აბელი პირველი დასახელდა ამასაც მინდა მიაქცევთ ყურადღება მე შუა მისი ძმა აბელი ხო სინამდვილეში მეორე აქ პირველი ნახევარ სახელდება აბელი მეცხვარე იყო კაინი იცის მუშაკი იყო აბელი პირველი დასახელდა მე თქვენ კიდე ერთხელ გაგიმეორებთ რომ რადგანაც ესე ლაპარაკობს ბიბლიაში მე უკვე იმას ნიშნავს რომ აბელი უფრო მეტია ვიდრე კაინი მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ ახლა ჩვენ აბელის საქმიანობას მინდა გითხრათ პირდაპირ რომ აბელი თუ მეცხვარე იყო და მეტი არაფერი აი ამ პერიოდში მსჯელობით და ჩვენ ეხლა რომ დავჭირდა და ვილაპარაკოთ რატო იყო მეცხვარე სულელი გამოდის საერთოდ ეს ადამიანი იმიტომ რომ მაშინ არ ჭამდნენ არც ძისნაწავს და არც ხორცს და მეცხვარეობა რა შეჭირდება გავიგეთ რა მაგრამ ვისთვის უნდა მიედინა ეს და მოიწყო გაიზარდა და შეიძლება თელოჯას შეუგერა და დასაცმელს მეცხვარეობა რა შეჭირდება კაინი ძალიან ესე იგი პროგრესული ახალგაზრდაა. თავისი დროისთვის შესანიშნავი მუშაკი, იმიტომ რომ მიწის მუშაკი, იმიტომ რომ რაც მუშაობს ეს იჭმევა. და ეს ყველაფერი იმისთვის ჭირდება რომ ჭამოს სვას და იცოცხლოს. და კაინი სულიერ თავმდებელია რატომ აკეთებს ამას? აბელი. უსულკაცაა აბელი. რატომ აშენებს ცხოვრებს გაუგებარია აბელი შესაძლებელი. სხვა შეცდომისთვის. რადგანაც მსხვერპლ შეწირვა თავისთავად უკვე აღიარება იმისა, რომ ადამიანი ამბობს, რომ მე ვარ ცოდვილი და ამიტომ მე მესაჭიროება მსხვერპლ შეწირვა. და ეს აქვს აბსოლუტურად გაცნობიერებული ამბავი, რომ მე ვარ ცოდვილი, ცოდვაში დაავადებული, უჯულოებათა შინა მიუდგა, ცოდვათა შინა მშვენე დედამან ჩემმა. უჯულოებათა შინა მიუდგა. აი ეს სიტყვები აბელმა უკვე იცის ჯერ დავწერა დავწერია. ეს აქვს აბსოლუტურად გაცნობიერებული. ამიტომ როდესაც ამბობენ რომ მამის ცოდვებზე შვილები პასუხს არ აგებენ ეს მართალია არ აგებენ იმ კუთხით თუ ვილაპარაკებთ ჩვენ რომ მამის ცოდვებს ღმერთი არ მოკითხავს შვილს ნამდვილად არ მოკითხავს მაგრამ შენ თუ მოყვარული შვილი ხარ როგორ შეიძლება მამის ცოდვებზე პასუხს არ აგებდე შენ თუ მამა იყვარს და იცი რომ ის ცოდვილია არ აგებ პასუხს იმით რომ არ დაგდები და მისთვის არ ილოცე წრებლებამდე არ ილოცე აგრეთვე სადაც სასიკეთო საქმეებს რომ გამოსიდული იქნას მამა შეისეული ცოდვა რამდენად ვიცით რომ ამის გამო რაღაცნაირად ისეთი შეეწირა მართლა მსხვერპლად და ზოგი ბერად გადაეცა და განდებილებაში ცხოვრობდნენ იმიტომ რომ იცოდნენ რომ მის წინაპირეს რაღაცა მძიმე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი ეს არის სწორედ სიყვარულის გამოხატულება და გადასტურება რა განსხვავებაც არის ამ შემთხვევაში კაინსა და აბელს შორის და ჩვენ ამას ცოტა ხევით წავიკითხავთ და რადგანაც აბელი არის მეცხვარე, იცოდეთ რომ ერთადერთი მიზანდასახელობა აქვს. როდის აღიარებს რომ მე ვარ იმდენად მძიმე ცოდვილი რომ მსხვერპლ შეწირვით არის ხოლმე შესაძლებელი რომ რას ნიშნავდა ეს მსხვერპლ შეწირვა. როდესაც ადამიანი შეცდომოდა და მოიყვანდა ცხოველს შესაძლებლად ისაც ეს უნდა ყოფილიყო მე უნდა დავყოლიყავი ამ ცოდვის გამო, მაგრამ ის იკვლება ჩემი ცოდვის გამო რაც წინასახეთ მოასწავებდა იმას რომ ჩვენ არ შეგვიძლია ასე შევეწიროთ მსხვერპლად ცოდვებისთვის და შეეწირა იესო ქრისტე რომელმაც ჩვენი ცოდვები გამოიხსნა. კარგი გავაგრძელოთ რომ ეს თემა ცოტა შევწადოთ. გამოხდა ხანი და მიაქვს კაინმა უყოლ ძველი მიწის ნაყოფი. ესეც უნდა იცოდეთ რომ ესეთი მსხვერპლ შეწირვა არ არის საჭირო კაინმაც იცის. და მსხვერპლის მირთმევა უფლისათვის ეს იცოდნენ იცით რა ჟული ჯერ დაწერილი არ არის მოსემ დაწერა ეს აი ხო ჩვენ რასაც ვკითხულობთ მოსეს დაწერილია და მოსემდე ჯერ ძალიან დიდი დრო არ დასავლეთ მაგრამ საქმე იცით რაში არის რომ მაგალითად აბრაამმა იცის რომ მეათედი უნდა შეწიროს მეორე იცის რომელია წმინდა ცხოველი და რომელია არაწმინდა ცხოველი ეს რა თქმა უნდა იციან ადამიანისგან ყველაფერი იმიტომ რომ ადამიანს ჰქონდა ყველაფერი ამის ცნობა უფლისაგან და ადამიანისგან გადაეცემოდათ ეს ადამიანებს ამიტომაც
აბელმა იცის რომ მსხვერპლის შეწირვა არის ცოდვების გამოსასყიდად საჭირო და კაინმაც იცის რომ მსხვერპლის შეწირვა არის ცოდვებისათვის გამოსასყიდად საჭირო, მაგრამ განსხვავება კიდევ ერთხელ გეტყვით, კაინსა და აბელს შორის რა არის, იცით რომ რომელ ცოდვაზე რა იცირებოდა. ჩვეულებრივ რაღაცა ესეთი ყოველდღიურ შეიძლება ითქვას არ ჩათვალოთ ეს რომ მნიშვნელობა, ამაზეც უნდა ფიქრობდეს ადამიანი, იმიტომ რა ითქვა გულთა შინა თქვენთან საუბრის სიტყვებს შეგახსენებთ. რა ითქვა გულთა შინა თქვენთან სარეცელთა თქვენთან ზედა შეინანით. როდესაც ადამიანი მარტო დარჩება საკუთარ თავთან, როდესაც ჩაწვება თავის ლოგინში და იფიქროს იმ დღეს რაღაცა თუნდაც უმნიშვნელო ცოდვა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა. ამაზე უკეთესად მას ვერავინ დაელაპარაკება, ვერავინ ვერ დაუკვირდა რა ცოდვა ჩაიდინა თუ არა საკუთარი თავი, როდესაც ის მარტო არის დარჩენილი. მისი სინდისის ხმა. ამიტომაც ნახეთ, როდესაც ძიმე შეწოდება იყო, მიქონდათ ცხვარი შესაწირად, ან წმინდა ცხოველიდან რომელიმე თქვათ, მე გავიდით ამასაც რა ითვლება წმინდა ცხოველად, რომელიც ცხოველად იწირებოდა და როდესაც რაღაცა ისეთი ცოდვები ჰქონდათ, ყოველდღიურ მიქონდათ პურის მარცვალი, ზეთი, ღვინო და ასე შემდგომ, რაც ჰქონდათ ესეთი ნაყოფები. ამიტომ კაინის ეს მიტანა შეიძლება რაღაცა გასო კაინის რაც მოვიდა ანუ რაზეც მუშაობს ის მიაქვს და აბელს რაზეც მუშაობს ის არა არის ეს სიმართლე რატომ იცით რომ კაინი ათლის თავის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს ის რომ ამისეულ ცოდვებზე მან უნდა იყოს პასუხი ამიტომ ძალიან მარტივი რაღაცა რაც მოვიდა თავისი ნაყოფისაგან ისა იყო მაგრამ საქმეს იმაშია რომ ჩვენ რო წავიკითხავთ აბელის ძვენს მე მივხვდებით რაშია კიდე მათი განსხვავება აბელმაც მიართვა თავისი თავის ნათავარი და რჩეული გულით კაინმა უკვე ზღვენი მეათო მიწის ნაყოფი, მეტი არაფერი ეწოდა. აღწერია ნათავარი და რჩეული, რას ქვია ნათავარი, იცით, აი ყველაზე საუკეთესო რომელიც იყო მის ფარაში. ამოარჩია და მიერთვა ის. და კაინმა მიერთვა ისაც ხელში მოხდა. საერთოდ ლაპარაკობდა, საერთოდ მიწიდან აკრიფაო რაღაცეებიო და ის მიიტანაო და ძალიან ბევრჯერ ამის შესახებ სხვადასხვა გარდამოცემა არსებობს და ჩვენ შეიძლება სხვა პროექტები მოგვიწიოს ამასთან თემასთან დავიწყოთ. მოხდა უფალმა აბელს და მის ძღვენს, ხოლო კაინსა და მის ძღვენს არ მოხდა. ძალზე გამწარდა კაინი და თავი ჩაუყარა. რას ნიშნავს მოხდა? როგორ მიუგნა მიხვდი ახლა რომ მის ძღვენს მიხედა და მის ძღვენს არ მიხედა. გარდამოცემა ამბობს რომ აბელის ძღვენზე ცეცხლი გარდამოვიდა ზეციდან და დაიწვა სამსხვერპლოს აკეთებდნენ ისინი ქვებისგან აშენებდნენ ხოლმე ესეთი იყო ტრადიცია და იქ მიქონდათ ეს ძღვენი შესაძლებელი. გარდამოვიდა აბელის ძღვენზე ესე იგი ცეცხლი და დაიწვა ზეციური ცეცხლით და კაინის ძღვენი არ დაიწვა. ასევე გარდამოცემა არსებობს რომ კაინი ძალიან გამწარდა, იმიტომ რომ ერთი რო არ გამოვიდა, მე თვითონ მოინდომა რომ ცეცხლი დაემთხვა. და ძალიან ბევრი იწვალა და ვერაფრით ვერ დაამთავრა ცეცხლი, რომ მისი ძღვენის დამწვარი ყო რაღაცნაირად ამით მაინც დაემშვიდებინა თავი, რომ რადგან ზეციური ცეცხლი რა ჩემი ცეცხლით მაინც დაიწვასო და ძალიან გამწარდა ამის გამო, ხა წარმოგიდგენთ იქ რაღაცა ფიქში მოაგროვა მაშინ ხლა ეს ყო იყო ეს ეკნებოდა რა ქვია ხელსაწყობი რაღაცა ხანი მუშებოდა ხო და თქმა უნდა რაღაცა ქვები ხალხა დაჭერებდა ამ ცეცხლს და როგორ დაჭერებინა ესეც არ იცოდა კარგად და ძალიან გამწარდა და თავი ჩავიდა. უთხრა უფალმა კაინს რა გამწარდი, რა ჩავუნე თავი. ეხლა საოცარ ამბავს ვკითხულობ, ნახეთ, კაინი არის ძალიან ცოდვილი ადამიანი, მერეც ვნახავ ჩვენ. ისეთი განუყოფელი დიალოგია მერტისა კაინთან და არც არ არის დიალოგი აბელთან. ანუ საინტერესო ფაქტია თვითონ ესაც ბიბლიაში უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ღმერთს დიალოგი აქვს ცოდვილ ადამიანთან. რატომ? იმიტომ რომ მათი გადარჩენა სურს. და მოგიხევით კიდეც ერთხელ სამისო მაგალითი თუ გახსოვთ კიდე ერთხელ გავხსენებ ნაკაური მასში სერგეო პასადის ლავრაში ერთი სტარეთი ცხოვრობდა და მასთან ყოფილი ესეთი შემთხვევა რომ ძალიან დიდი რიგი დგას თურმე ხალხის. ხო და რომ გამოსულა ეს ძალიან დაღლილი იყო ეს ხალხი ლოგინისგან და განსულები და უთქვამს რომ თუ რაღაცა ცალკე სასაუბრო ერთეულო თუ რაღაც ისეთ საერთო პასუხებზე გინებავთ რომ კითხვებზე პასუხის გაცემაო მითხარით რა გინებავთ რომ ესე აღარ ლოგინით და ერთი ქალბატონი ამგვარად ტელევიზორ წუხერესო ღვთისმშობელი გამოცხადდა და რაღაცა ესე მითხრა და ხალხმა დააყარა პოპულარულად თუმე რა როგორ აღწევია შენ რა ღვთისმშობელი გამოგეცხადებოდა შენს და მამა უსწრებს რომ ეჭვია მეპარება რომ მას წუხერეს ღვთისმშობელი გამოცხადდა
ხო და რატო ახლა ესენიც ეკითხებიან დაგვირებული ეუბნებათ რომ ტაძარში დაგიხარ არა ზიარება აღსარება რამე ქონიაც არა არასდროს ეუბნება აი ამიტომაც გამოცხადოთ მე აგერ ცხოვრობ მონასტრიდან აგდურო ყოველდღიური ძვესიერება და ყოველდღე მე გელაპარაკებითო და ეგ იგი აღდგენასო და ამიტომ გამოცხადა ღვთისმშობელი რომ აქ მოეყვანა ამიტომ ეს მაგალითი ჩემთვის ყოველთვის ამაზე პასუხია რომ რატომ აქვს კაინთან დიალოგი და არა აბელთან და რატო აწევთ ბიბლიაში მსგავსება იმიტომ რომ აბელთან ჩათვალეთ გამოძმებული დიალოგი იმიტომ რომ თვითონ აბელი არის ამ კავშირში ღმერთთან რადგანაც ის ასეთი მოფიქრალიკაცია და ასეთი მოშურნიკაცია საფრთხო მსახურებისათვის და შეიძლება კაინს უნდა მოგახსენეთ რა პიროვნებაც არის რადგან წავიდა რა ჩაბუნე თავი თუ სიკეთის ხნელი ხარ განათავაზებული არ უნდა იყო ხომართალი სიტყვა რამის ყველა აჭარბებს ღმერთი სამჭიროება როგორც ადამიანსეუბნება გახსოვთ რატომ შეჭამ ისა რატომ მინიმალები ის ნაყოფი ხო არ შეჭამი ანუ ამხელს პირდაპირ რამის მეტი როგორ შეიძლება ამხილოს რომელიც ბუჩქებში ემალება ისა დაბნელებული გონება წარმოიდგინე ღმერთს ბუჩქებში ემალება და ამას ეუბნება რომ რატომ მიგითხრა რომ შეშველი ხარ ის ნაყოფი ხო არ შეჭამე პირდაპირ სიტყვას ვედება რაც უნდა თქვას კი შეჭამე ახაც იგივე თუ სიკეთის ხნელი ხარ განათავაზებული არ უნდა იყო თუ სიკეთის ხნელი არ ხარ ცოდვა ჩასაფრებულია კარგად შენსკენ აქვს მასო ტოლვა შენ კი ბატონე მასზე პირდაპირ ეუბნება იმ სიტყვებს რომ ურჯულობა და შინაარსობა დედამამჩიმა აი ესეთი ხარ შენ ჩვენ მერე წავიკითხავთ შემდეგ თავში რომ ადამიანის შექმნის დროს დაწერია ადამი შექმნა ის ხატად და მსგავსად ღმერთის ხატად და მსგავსად ადამიანმა შვილები და წერია ადამიანის ხატად და მსგავსად რას ნიშნავს ადამიანის ხატება და მსგავსება წოდვითაა დაცემული ადამი მაშინ შეეძინა მას შვილები ანუ ადამიანის ხატება და მსგავსება ხარ ეუბნება ცოდვა ჩასაფრებულია შენს კართან იმიტომ რომ ცოდვით ხარ დაცემული შენსკენ აქვს მასო ტოლვა შენ კი იბატონე მასზე ამიტომაც არ ვფიქრობ რომ ეს კაინთანაა მხოლოდ ეს დიალოგი ხა თვითონ ჩვენგანთან არის იმიტომ რომ ცოდვა ჩასაფრებულია ყველას კართან ყველას გულის კართან და შენზეა დამოკიდებული ცოდვა იბატონებს შენზე თუ შენ იბატონებ ცოდვას უთხრა კაინმა თავის ძმას აბელს გავიგეთ ველად და როცა ველად იყვნენ დაეცა კაინმა აბელს და მოკლა აი ესე მოკლედ წერია მე რომ მოვწი ეს ამბავი მე არაფერი არ აღწერე თუმცა კი რამდენიმე ვერსია არსებობს გარდამოცემული ერთ-ერთი ვერსია არის ის რომ ისინი ველად რომ გავიდნენ საუბრობდნენ რომ გარდაცვალების შემდგომ არის თორა სიცოცხლე ანუ სული აგზელებთ თორა ცხოვრებას ამიტომაც ამ თემაზე შეკავდნენ აბელი ეუბნებოდა რომ არსებობს სიცოცხლე კაინი ეუბნებოდა რომ არაფერიც არ არსებობს და ამ თემაზე ისინი შეკავდნენ და კაინმა უთხრა რომ არ გვაქვს რა მომდეთ ეხლა ვინახავ არის თორა სიცოცხლე აიღო პაჭა ახლა და მოკლა რომ აბა ნახე არის თორა სიცოცხლე არსებობს კიდევ ესეთი ვერსია რომ კაინი თავდაესხა მას რაღაცა ბასრი იარაღით და მას რამდენიმე წვლილობა მიაყენა, იმიტომ რომ არ იცოდა როგორ მოეკლა ადამიანი ეს პირველი შემთხვევა იყო, არ იცოდა ადამიანი როგორ კვდებოდა. შესაბამისად ჩვენ ვამტკიცებთ რომ მერტი ეუბნება რომ სისხლი აბელისა შენი ძმისა შემომღალატებს ეცად ამ სიტყვებს ეუბნება პირდაპირ თარგმანში ებრაულ ენაში წერია სისხლები მრავლობითი წერია ეს სისხლები და ამიტომაც არისო მამები ესე ამბობენ გარდამოცემას ასე ყვებიან რომ ამიტომაც არისო მრავლობითი დაწერილია რომ მრავალი ჭრილობა ქონდა მას სანამ არ სასიკვდილო ორგანო არ დაუზიანა მას მოსაკლავად ასე რომ არსებობს უამრავი ვერსია ერთ-ერთი თქვა ის რომ ისინი საუბრობდნენ და კამათობდნენ იმ თემაზე რომ არის თუ არა გარდაცვალების შემდგომ სიცოცხლე მაგრამ ფაქტი ერთი კაინს ცუდი განსხვავება ჰქონდა რადგანაც ეუბნება რომ გავიდეთ ველად მას არ ჰქონდა კარგი განსხვავება მას უნდოდა რომ რაღაცნაირად შური ეძია აი ამ სვეტშეწირვის გამო რომელიც სვეტშეწირითაც ღმერთმა ის მის წინ დააბენა უთხრა უყურებდა კაინს სად არის შენი ძმა აბელი კვლავ დიალოგია კაინთან ნახეთ მიუხედავად აი ამ ძიმე შეწოდებისა კვლავ დიალოგია კაინთან როგორც ადამიანთან მაშინდელი რომ ეს ადამიანი მოიგოს დროს მიუგო არ ვიცი ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ უჩქებში დამალოს პროფესია ზუსტად იმიტომ რომ როგორ მერტი გელაპარაკა რომ პერსონაჟი შენ რაღაცა ესე იგი მერტმა არ იცის რა მოხდა და როგორ უთხრა მერტმა
ეს რა ჩაიდინე შენი ძმის სისხლი მიწიდან შემოღალატებს აი არის სისხლის ნაცვლად უბრალოდ წერა სისხლები არა მარტო წერა სისხლები რომ მას მრავალი ჭრილობა ჰქონდა არამედ კვლევა ნახეთ როგორი საზარელი ცოდვა არის ერთი ადამიანი როდესაც მეორეს კლავს არ კლავს მარტო ამას არამედ კლავს ყველას ვინც შეიძლებოდა დაბადებულიყო მისგან ვინც მომავალში შეიძლება გაჩენილიყო მისგან აბსოლუტურად ყველას კვლელი მთელი შთამომავლობისა შეიძლება ასე იყოს როდესაც ესეთი სისხლი გაღარებს ამიტომ შენი ძმის სისხლები შეიძლება ამ კუთხითაც იგულისხმებოდეს რომ მთელი მომავალი შთამომავლობა ვინც უნდა ყოფილიყო ესეთი კეთილმსახური ღვთის წინაშე როგორც იყო აბელი შენ მოთავისუფლდა იმიტომ აბელი ვეღარ გამოვდება რადგანაც არის მკვდარი ამერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან ნახეთ ეს გახლავთ პასუხი იმაზე როდესაც ადამიანს განაჩენი გამოუტანა ნახეთ რა შეუნება მიწა დაიწეულოს შენს გამო ადამის გამო დაიწეულა მიწა მაგრამ კაინის გამო ნახეთ ამერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან თვითონ მიწა თითქოს სამაგიეროს უხდის ამ შემთხვევაში კაინს და მიწა დაწყევლის თვითონ კაინს რომელმაც გახსნა პირი რათა მიიღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან დაამუშავებ მიწას მაგრამ აღარ მოღწევს იგი თავის ძალას დევნილი და მიუსაფარი შეიქმნება ამ ქვეყანას უთხრა კაინმა უფალს ძიმე ასატანია ჩემი სასჯელი ნახეთ სასჯელი რომელიც დაედო კაინმა გააცნობიერა ეხლა რომ ეს ძალიან ძიმე სასჯელია დევნილმა ძალიან ძიმე ასატანია თუმცა კაფე უნდა გითხრათ რომ რაღაცას რომ ჩადის აქ და ადამიანი დანაშაულს ჯობია რომ ამ ქვეყანაზე ზღოს მამის დანაშაული ვიქრენებად მოგითხო მას ეს დანაშაული ამიტომაც არც ერთი სასჯელი რომელიც ჩვენ მოგოცემ ძიმეთ არ უნდა აუტანელი და ძიმე როგორია ძიმე შეიძლება იყოს მაგრამ ისეთი რასაც ადამიანი ვერ აიტანს ასეთი არ შეიძლება იყოს ღმერთისგან მოცემული რაღაცა იმიტომ რომ გამოისყიდო შენი ჩადენილი ცოდვა არც ერთი არ შეიძლება იყოს ისეთი რომელსაც ადამიანის ძალა აღემატებოდეს და თქვას ადამიანმა რომ არა ეს არის ადამიანის ძალებზე აღმატებული და ამიტომ მე ამას ვერ შეძლებ. ნებისმიერ სასჯელს რომელსაც იძლევა და სიმძიმეს და ჯვარს ღმერთი ეს არის იმ ძალის მიხედვით რაც ადამიანის შესაძლებლობა აქვს. ხოთაშორის ეკლესია სწორედ ასე განსაზღვრავს როდესაც ეპიტომიას ადებს ადამიანს. ეს არ ხდება ეს ერთი ხელის მოსმით რომ ერთს და მეორეს ერთნაირი ეპიტემია დაავადოთ. მისი სულიერი სიძლიერის მიხედვით ესე იგი მოძღვარმა ხომ იცის კარგად ეხლა რომ რისი ატანა შეუძლია ადამიანს და რისი არა. ეხლა ერთხელ მახსოვს რაღაც ესეთი მასალით მოხდა კომიკური შემთხვევა სიონის ტაძარში მსახურობით მაშინ და მოძღვარმა უთხრა ადამიანს რომ მეტანიელობა გააკეთო შენი რაღაცა აღსარებად ჩააბარა ეს მეორე დააფიქრე რა სადაც ახალგაზრდობის სოდები შემოვიდა ეს კაცი 70 წელი გადაშორებული ეხლა მომიტანები გააკეთოსო არ გადაყოს ამ მეტანიებს რახან მოთხოვნა მქონდა უკვე მეტანიები გააკეთე ამას ხოლმე შეცვლიდა კუთხე აუკეთე მე გავაკეთეო ის მაგივრატოს მეტანიები და იმასო რაღაცა ლოცვების კანონი დავადება ამიტომაც იცოდეთ რომ ეკლესიაც ყოველთვის ამას ითვალისწინებს ის რა სულიერი და ფიზიკური ძალა აქვს ამიტომაც ეპიდემია ყოველთვის ესე ხდება და არ არის ეპიდემია ესე წიგნში როგორც არის დაწერილი რომ ამ წოდაზე ამდენი კი ეს მოცემულობა ეს კანონია მაგრამ ამ კანონს კი არ ვცვლით ჩვენ მაგრამ კანონს უსადაგებთ იმ ადამიანს როგორ აიტანს ახლა ამ კანონით თუ მოკალი ადამიანი არ მნიშვნელობა აქვს ძიმე ასატანია ჩემი სასჯელი ახლა მაგდებ დღეს მიწის პირისაგან უნდა მიეღვარო შენს სახეს დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამ ქვეყნად და ყოველ შემთხვევაში შეიძლება ჩემი მოკლა ეს იმეორებს იმ სასჯელს რომელიც სასჯელიც ესე იგი ღმერთმა მას უთხრა რომ დევნილი და მიუსაფარი იქნება მის პირისახეს ვეღარ ეხილავს ღმერთის პირისახეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ჩემი მოკლა ეს რას ნიშნავს ვინ არის ყოველ შემთხვევაში ვინც ნუ პირველში ალბათ უნდა ვიგულისხმოთ რომ ის დაძმები რომლებიც თუკებად უჩნდებოდათ მეთქი ადამიანს და დაცი გაუჩნდებათ კიდე შეიძლება მათი ეშინოდეთ მაგრამ სინამდვილეში კი არა უბრალოდ ეს ერთ-ერთი ვერსია და ასევე კიდე სხვა ვერსია რომ ცხოვრებები ადამიანებს უყურებდნენ იქამდე როგორც ღმერთს ღმერთებს
ამიტომაც ადამიანებთან ისინი ვერ გადავდნენ ესე ურთიერთობას და მიახლებას, მაგრამ მათ იხილეს ერთი კაცის მიერ მეორეს მოკლა, ველად მოხდა ეს ამბავი და ველად მოიხსენება ცხოველები ცხოვრობენ. ამიტომაც ცხოველებმა ნახეს თუ როგორ მოკლა ერთმა კაცმა მეორე. ამიტომ ცხოველებში გაჩნდა ესეთი ინსტინქტი, რომ თუმცა შესაძლებელია ეს მოხდეს. და რაღაცა ერთი აყოფილა აგერ ერთმა მეორე მოკლა და იმათ მოკლა მე ჩემისგან მოკლა და ამის შემდგომ ცხოველებმა დაიწყეს თავდასხმები ადამიანებზე. იქამდე ისინი თავს არ ესხმოდნენ, არამედ უყურებდნენ როგორც მრეწებს და მათ ბრძანებებს. არსებობს ასეთი ვერსიაც. უთხრა იბალმა, ამიტომ შვიდწილად მიეძღვება კაინის მკვლელს. სინამდვილეში ტექსტის სიტყვასიტყვი თარგმანი შვიდწილად მიეძღვება კაინის მკვლელს კი არ არის. მეშვიდე თაობაში გამოჩნდება შენი მკვლელი. ანუ მართლაც კაინის მეშვიდე თაობა ლამექი მოკლავს კაინს. და უბრალოდ ნიშანი კაინს, ანუ ჩვენ წავიკითხავთ ეს ამ ტექსტი იქ უბრალოდ ცლად გეტყვით ამის შესახებ გავგებარება არ იყოს, რომ შვიდწილად მიეძღვება კაინის მკვლელს მისი მეშვიდე კი რეალურად მართლა ასე მოხდება. მისი მეშვიდე თაობა მოკლავს კაინს. და უბრალოდ ნიშანი კაინს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემთხვევაში. აი ამ ნიშანის შესახებაც ახლა ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, რომ რა ნიშანი დაადო უფალმა კაინს იმისთვის, რომ მის შემთხვევაში ერთ-ერთი განმოცემის მიხედვით ამბობდნენ, რომ მას რა ქვია დაავადებას ორგანკალებს. ხო, ეპილეფსია კი არა, პარკინსონი. აი როგორც პარკინსონიანი ადამიანი ისე წახცახებდაო კაინი. ამიტომაც მასო რაღაცა თითქოს ეჟვნები შეაბესო და რომ დადიოდა ესმაური ისმოდა და ცხოველები ფანტებოდნენ მიდიოდდნენ რომ ნებისმიერ ცხოველთან შეხვედრის დროს თუ მას გამოუვალი მდგომარეობა აქვს ის თავზე არ დაგესხება სულ ვერაფრის დაბავების გარეშე აღმოჩნდა თუ არ შეიძლება იმიტომ რომ მას ეშინია მაინც ადამიანის მინდა გითხრათ მაგრამ თუ თქვა არა სხვა გასაქცევა და ამ შემთხვევაში ხდება ადამიანზე თავდასხმა და ამგვარად როდესაც ამისი ხმა ესმოდათო გადიოდნენ ხეცები ერიდებოდნენ და მას თავს ვერ დაესმოდა თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც რომ ერთმა მას მიუჩინა ძაღლი ადამიანის მეგობარია რომ გაიგონოთ ამას იცოდეთ რომ ეს პირველ შემთხვევაში კაინთან მოხდა რომ ძაღლი მას ყოველთვის თან ახლდა და რაღაცნაირად უგერიებდა ამ ცხოველების თავდასხმისგან და ადამიანებსაც ეშინოდა და დაავადდა ყველასნაირად ამ ძაღლთან სხვა კონტაქტი არის ესეთი ვერსიაც რომ მას ქამოვიდა და საზარელი შესახედი იყო და რაიმას ახლოს არ ეკიდა რაღაცა ქა დაეზარდა თავზე ესეთი ვერსიაც არსებობს თუმცა ჩვენ ამას ვიმეორებთ რომ სხვადასხვა ვერსიაა და ვიცოდეთ ყველაფერი მე ყველაფერს ვერ ვეთქვი და რა თქმა უნდა თვითონ არ ვიცი ყველაფერი მაგრამ რაც მომისმენია და წამიკითხავს ხოლმე იმას გეუბნებით გადაიხვეწა კაინი უფლის პირისაგან და დაესახლა ნობის ქვეყანაში ედენის აღმოსავლეთით ნახეთ ახლა რა ხდება ადამიანს რო გამოვიდა წავიდა ეს ედენის აღმოსავლეთით დასახლა ანუ სამოთხეს დაშორდა აღმოსავლეთით. კაინი კიდევ უფრო ეხლა ადამიანის ოჯახს ხომ შორდა. კიდევ უფრო აღმოსავლეთით დაშორდა. ეს მინიშნება იმაზე, რომ სამოთხისგან ნელ-ნელა ადამიანები მიდიან უფრო შორს და უფრო შორს. სამოთხესთან ადამიანი მაინც უყურებდა, გამოგებული სინანული ჰქონდა და პანჯვა და მოთხოვნა იმისა, რომ უკან დაბრუნებულიყო. როდესაც რაღაცას უყურებ და ვერ ვწდები, სულ გინდა იმისა, რომ ამიტომ ცდილობ რაღაცნაირად ვარჯიშია საჭირო ვარჯიშო ლოცვა საჭირო ლოცულობა როდესაც ვერ ვახდე ამას თითქოს მიგავწდება მინაურდება შენში თითქოს მისი ხსოვნა და აღარც კი გახსოვს ამიტომაც რაც უფრო შორდებიან ადამიანები სამოთხეს მით უფრო გამოცებას მიეცემა მათ მეხსიერებაში სამოთხე და განსაკუთრებით უფრო სხვა თავებში რომელსაც საერთოდ არ უნახავს სამოთხე ამიტომაც ჩვენი დიდებული წინაპრების დამსახურება რა არის იცით რომ საქართველოში საერთოდ ძალმა გაგეხედა ტაძარი იყო და უნიკალური მკვლელობა იყო თავისი არქიტექტურული რაღაცა მნიშვნელობით თუ სულიერი მნიშვნელობით პირველ რიგში რა თქმა უნდა მაგრამ რომ დაინახა აღშენება არ მოხილოს იმის სილამაზე ხო და ახლა სულ გამშრალი ადამიანი იყო რაღაცა რომ შეხედა და ჯვრის მონასტერს შეძლებს წამოგივიდა შეიძლება ისეთი სილამაზე ასე გონია რომ ეს მთა რაღაცა სამყაროს შექმნის დროს რო გაჩნდა ეს ამ თავზე ეს პროექტი იყო და მე რა შენებია რაღაცა ისე განაძლება ისეთი მონახულია შეცმულია ამ ყველაფერთან ერთად ისეთი ადგილია მონახული სხვა მთებიცაა ჯვრის მონასტრის ირგვლივ მაგრამ კონკრეტულად ამ თაზეა ლაპარაკი ხო რაღაცნაირად ისე ამცეთას ისე
ამ შენებს. ამიტომაც ჩვენი მეგობრები წინაპრების დამსახურება ეცით რა არის, რომ გამუდმებული მეხსიერება შენს გონებაში, სამოთხეში დაბრუნებისა, ეს იყო მათი ძირითადი სამუშაო, იმიტომ კი არ აშენებდნენ ჯვარცმასვეტი ცხოველს, რომ სატრაბახოთ გონოდა ნახე რა მაგარი შენობა აშენებდა. არა, ტაძარი არც ერთი აშენებოდა სხვათა შორის რაღაცა გამოცხადების ან სასწავლებლის ხარჯზე იყო მხოლოდ ამბობდეს. დღეს რომ მოიდოვნა, მოდით ახლა ტაძარი ავაშენოთ ფულით. ეგრე არ არის. ფული ქონდა, არ ქონდა, ამას არ ქონდა მნიშვნელობა, ტაძარი შენდებოდა რაღაცის გამო, რაღაცა ნიშანი იყო, მოცემულობა იყო და აქედან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი. ამიტომაც გამოდნებული ხსოვნა შენს მეხსიერებაში სამოთხისა, გამოდნებული ხსოვნა იმისა, რომ შენ ხარ იმ ქვეყნის მოქალაქე და გრიგოლი დაკარგული ეს განსაკუთრებით ალბათ ემიგრანტებმა უნდა გრძნობდეთ თქვენ ამას აღყველაფერს, იმიტომ რომ თქვენ ხარ საქართველოს მოქალაქეები და უნდა გინდოდეთ საქართველოში ცხოვრება და თუ თქვა გვერდცხოვრობთ საქართველოში მაქსიმალური სპექტრა იმისთვის რომ საქართველოს რაღაცნაირად გვერდჩიებდეთ მორალურად, სულიერად და ფიზიკურადაც თუ კი ამისი საჭიროება გაჩნდება. ხო მართალია? სწორედ ესეთი ხსოვნა, როდესაც გაქვს ადამიანს, მაშინ ინარჩუნებს შენს ეროვნებას. და გამოდნებული ხსოვნა, როდესაც გაქვს შენ სამოთხისა, რომ შენ იმ ქვეყნის მოქალაქე ხარ და იქ დასაბრუნებელი გაქვს და ხარ უბრალოდ იქ დასაბრუნებელი, ეს გამოდნებულად გეხმარება იმისთვის, რომ ამაზე ზრუნავდე და რაღაცას აკეთებ. ამიტომაც, რაც უფრო შორდება ადამიანი სამოთხეს და რაც უფრო მინავდება მასში ხსოვნა სამოთხის შესახებ, მით უფრო გაუგრძელებულია მათი ცხოვრება და ჩვენ ამას დღეს წავიკითხეთ, რომ გადაიხოცა კაინი უფლის პირისაგან და დაესახლა მოდის ქვეყანაში ედემის აღმოსავლეთ. შეიცნო კაინმა თავისი დედაკაცი, აი ამის შესახებ მე დასაწყისში გითხარით, ვინ დედაკაცი საერთოდ მოიყვანა, სავარაუდოდ ის მისი ტყუპისცალი, რომელიც მისთვის იყო მასთან წაყვა. დაუსრულდა კვალი და შუა ენოქი. გააშენა კაინმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი ენოქი. პირველი ქალაქის ისტორია ეს. ამიტომაც, როდესაც მეკითხებიან რა არის დღევანდელს ქალაქი, სადაც სიცოცხლე ჩქებს, სინამდვილეში ეს პუნქტი არ ჩქებს სიცოცხლე ქალაქში. ეს პრობლემას გომიარა, ორი მანქანა ხანდადის და შუქებიანთი ეს არის სიცოცხლე. ეს ყველაფერი ბეტონია, რომელიც ტრადიცია. სიცოცხლე აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობით აქვს, ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ, მაგრამ თვითონ ქალაქის წარმოშობა მინდა გითხრათ, რომ ცოდვილი კაცისგან არის, კაინისგან არის და ამიტომ არასდროს არ ყოფილა შეწყნარებული უფლისაგან ეს. თქვენ სახარებაში ძალიან იშვიათად მანახებთ, რომ ქრისტე ქალაქში დაბრუნდა სამოქალაქეა. ყოველთვის ცდილობდა, რომ ადამიანი გაეყვანა ქალაქისგან და იქ ყოფილიყო მისი გადაგება. ან ნავში არის გენესარეთის პასთან და იქედან ელაპარაკება, ან სადღაც უდაბნოში ყავს გაყვანილი და იქ სადაც გახსოვთ 5000 კაცს უნდა ამსხულებე უნებენ სად უნდა წავიდეთ პურის ადგილათო ან რა ფუნდამენტად ამ იმდენი არიან ხო რაღაცა ამდენი პურის შესაძლებელი. ყოველთვის ამას ცდილობს. რატომ იცით რომ ამ ბუნებრიობაში ადამიანისთვის უფრო მეტად მარტივად აღსაქმელი არის ის რომ ყველაფერი ღვთისგან არის. გლეხკაც რომელსაც საერთოდ შეიძლება არანაირი სასულიერო განათლება არ ქონდეს, მას აქვს ყველაზე დიდი იმედი და სასოება უფლისა. რატომ იცით? ის არის დამოკიდებული აბსოლუტურად უფალზე. და ქალაქში ადამიანი აღარ არის დამოკიდებული უფალზე. ხშირად საკუთარ თავზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ იცის რომ რაღაცა კონკრეტულ საქმეს აქ აკეთებს და ამაში სანაზღაურებას აიღებს, თითიც ვერ წავა საჭმელს იდეის და შეჭამს. გლეხკაცი ესე არ არის. გლეხკაც არაფრის საკიდელი ფული არ აქვს. აქ სიმინდი რომელიც დათესა, ან პურის მარცვალი რომელიც დათესა და ეხლა მოსავალს რო ელოდება, ზუსტად იცის რომ თუ ღმერთმა თავის დროზე არ მისცა წვიმა, თუ ღმერთმა თავის დროზე არ მისცა მზე, ერთ მარცვალსაც ვერ აიღებს იქიდან და რა თესლის დათესა იმდენსაც ვერ ამოიღებს. ამიტომაც ამაზე დანდობილი გლეხკაცი უფრო სხვანაირად აზროვნებს, ვიდრე ქალაქში მცხოვრები ადამიანი, რომელსაც ესეთი რუტინული ცხოვრება რომ ყოველდღე სამსახური სახლი აბსოლუტურად დავიწყდება ის სამოთხისეული მეხსიერება, რასაც წეგან ლაპარაკობდით და მოგახსენებთ. ამიტომაც არის ქალაქში ცხოვრება უფრო მარტივი და იოლი და სოფელში ცხოვრება უფრო ძნელი და ჩვენ მარტივს და იოლს რო ვერჩევთ, ეხლა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს ამბავი ესე არის. ამიტომაც გააშენა მან კაინმა ქალაქი, რომ გაემართილებინა თავისთვის ცხოვრება და შეეძინა შვილი, რომელსაც უწოდა ენოქი და ენოქის სახელი დაარქვა ამ ქალაქს. შეეძინა ენოქს ყირადი, ყირადმაშვა მეხუაელი, მეხუაელმაშვა მეთუშაელი, მეთუშაელმაშვა ლამექი,
მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი. ეს სახელები, რასაც ახლა მე ვკითხულობ, ყველა ითარგმნება. და განსაზღვრავს იმ მათი ცხოვრების რაღაცა ხასიათს. შეიძლება ასე ითქვას. ამოვიწერე სადღაც სადამავს, აგერ არის. ნახოთ რა რას ნიშნავს. პირველი იარედი, ხო? ყირადი ამ თანამედროვე ქართულში ესეთი თარგმანებია ხოლმე რა. იარედი არის სინამდვილეში ქართულ თარგმანს უფრო ამითი მომწონს სახელებს რაღაცნაირად თარგმნა. ну თუნდაც ყირადი თქვა. ეს ნიშნავს აქტიურ თავდასხმას. მეორე სახელი მეხველი ნიშნავს ღმერთის დამრიცხებელს. მესამე სახელი მეთუშაელი სიკვდილის მთხოველს მათუსალა ესეთი ისე. ლამექი ნიშნავს სისუსტეს. ხომშვიდობა. ლამექი ნიშნავს სისუსტეს. ლამექი სისუსტეს? კი. ენოქი? ენოქი არის. ნახეთ. ეხლა ნახოთ, ჩვენ შეგვიძლია გამსაუბროთ ესე იგი ამათი ცხოვრების წესის მიხედვით მაშინდელი საზოგადოება როგორ ცხოვრობდა. ყირადი, რომელიც არის თავდამსხმელი, ანუ ადამიანები გაშდნენ, რომლებიც უკვე თავს ესხმიან ერთმანეთს. ეს მეხველი ღმერთის დამრიცხებელი, ანუ საერთოდ დაავიწყდა ღმერთი იმ საზოგადოებას. მეხვეულმა შუა მეთუშაელი იგივეს გავს თითქოს ერთმანეთს, მაგრამ მათუსალა არის ჩვენ ესე თარგმნით ხოლმე ამ სახელს, ნიშნავს სიკვდილის მომბელს. ესე იგი, ისეთი გახდა ადამიანების ცხოვრება, რომ სიკვდილის სანატრელი გახდა მათთვის. და მეთუშაელმა შუა ლამექი, ანუ ისე დასუსტდნენ ადამიანები, რომ არანაირი სულიერი ძალა მათ აღარ შეერჩათ. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი, ერთ სახელად ერქვა ყადა და მეორეს ცილა. რას ნიშნავს ორი ცოლი მოიყვანა? ეხლა ამათი სახელებიც ითარგმნება. ცილა არის როგორ თქვა, ქართულად არც ვიცი მართალია, რაღაცა გახურვება, აღგზნება, აი ესეთი თარგმანი აქვს და ადა არის არასასიამოვნო. სიტყვები ამას ნიშნავს. ორი ცოლი ყავს და ერთს ესეთი პირა, მეორეს ისე. რატომ? ერთი სჭირდება გასართობად და მეორე სჭირდება გასამრავლებლად. ცილას შვილებს არ აჩენინებს, იმიტომ რომ არ გასუფთებს და მეორეს ამას აჩენინებს შვილებს და ყავს ამისთვის რომ შვილები გაამრავლოს. ანუ პირველი ესეთი დარღვევა იმისა დღევანდელ დღესაც ადამიანებმა როგორ შეარჩინენ ცოლები არიციან ხოლმე რაღაცა მოინდომებენ ჰოლივუდის ვარსკვლავების იმას რა ქვია გარშემოწერილობა ცოლი მოიყვანა რომელიც შვილს ვერ უჩენს მე. ამიტომაც იმას კი არ ეძებს რომ ჯანმრთელი ადამიანი მოიყვანოს რომ გამრავლდეს და შვილები არა ეძებს იმას რომ რაღაცა ისეთი უნდა ყავდეს რომელიც მას სიამოვნებას მიანიჭებს და ასე აღგზნებაში და გახურვებაში იქნება მთელი ცხოვრება ასე გონია მას. ამიტომაც ესეთი ორი ცოლი მე სხვა დროსაც ხდებოდა ჩვენ ბიბლიურ ისტორიაში წავიდეთ, პირველი შემთხვევა ამ კაინის თავმავლობაში იყო, რომელიც ლამექმა გააკეთა. შუა ადამ ამ ადას ესე იგი ამ არასასიამოვნო მოითარგმნება ამან შუა თუბალი. იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. შუა ცილამაც თუბალ კაენი. რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი თუბალ კაენის დაერქვა ნოემა. აკი ნახამაძერია მოიყვანა მე ნოემას გეტყვი. რატომ არის დასახელებული ეს ქალი? იცით, აკამდე ქალი ყარ დასახელებული არც ერთი. ნოემა დასახელდა იმიტომ რომ მამები ამბობენ გარდამიცემას რომ ეს იყო მე ნოეს ცოლი უკვე. ოღონდ ნოე სხვა შვილიდან ყავდა ამის რა ქვია. სეითისგან ყავდა შთამომავლობით ადამს და არა კაენისგან. მაგრამ ნოეს დროს არეულობა იყო, მათ აგზაული ჰქონდათ ერთმანეთში ქორწინება და ნოემ მოიყვანა ცოლად ნოემაო არსებობს ისეთი გარდამიცემა. ამიტომაც დაერქვა ნოემა, მაგრამ ეხლა უნდა ვნახოთ ჩვენ ის რაც შეგვიყვირდით. ნახეთ ერქვა თუბალი, იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა, მეორე იყო თუბალკაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. ანუ ერთმა გამოიგონა მუსიკალური საკრავები გასართობად, მეორემ გამოიგონა იარაღი და ტოფები ერთმანეთის დასახოცად. ესენი იყვნენ ასევე ამათი სახელებიც ითარგმნება, ამ თუბალის სახელია ესე იგი როგორც იპარავდა მომხვეჭელი იპარავდა რაღაცეებს იმებს რა ქვია
სხვათა შორის შედარებული აქვს იმათთან, რა ქვია. ციგნები როგორ ცხოვრობენ, ხო გახსოვთ? კარგად ინსტრუმენტებზე უკრავენ, დღისით იპარავენ და პირიქით და ღამე მე კონცერტთან თელეგრამზე ცეკვა სიმღერა გავდით, ასეთი იყო მათი ოჯახი რა. მოიპარავდნენ, წავიდოდნენ, დაეცემოდნენ თავს რაღაცა წყლის პარა იყო, თუ რა ვიცი, რასაც მოახერხებდნენ და გაძარცვავდნენ ვიღაცებს, მე საღამოს ცეკვა თამაში ჰქონდა და ეს იარაღებიც დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ ვიღაცასო დაესხმოდნენ თავს და გაეძარცვათ, იარაღი უნდა ქონოდათ. მაგრამ ნახეთ რა ხდება 23 თავში წერარაც გითხარით. უთხრა ლამეკმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას. ისმინეთ ჩემი ლამეკის ცოლებო. ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. ხო, მოვკალი კაცი ჩემდა სადგივრად და ხმაწვილი ჩემდა ჭირად. რას ნიშნავს ეს იცით რომ? ეს იარაღები რომელიც გამოიგონა ამ თუბალყაინმა, თუბალყაინი მეორე კაინია თითქოს ეს არის. იარაღი რომელიც ამან გამოიგონა არ იცოდა ამ ლამეკმა ამ იარაღის ხმარე და ნუ ახლა არ ვიცი თოფი იყო და გაუვარდა თუ შვილდისარი იყო და ის გაუვარდა რა მნიშვნელობა აქვს მოკლა ის კაინი მეშვიდე თაობაა ეს ლამეკი მოკლა ის კაინი და მოკლა ეს შვილი კაინიც ამ ორი კაცი მოკლა ნახეთ კიდევ ერთხელ გაგიმეორე ხო მოკალი კაცი ჩემდა სადგივრად და ხმაწვილი ჩემდა ჭირად ანუ ერთ კაცზე კი არ ლაპარაკობს მოვკალი კაცი ჩემდა სადგივრად და ხმაწვილი ჩემდა ჭირად. იმიტომ რომ ჭირი იყო მისთვის შვილი მოკლა ფაქტობრივად შემოაკვდა. კი არ უნდოდა. შემოაკვდა როგორც გარდამოცემა გვეუბნება ჩვენ, გაუვარდა მას ეს იარაღი რაღაცა ამ კაცის გამოგონილი და მოკლა ორი კაცი. თუ 7 გზის მიეზღვებათ კაინის გამო, ლამეკის გამო 77 გზის მიეზღვებათ. სიტყვა სიტყვით რომ თარგმნოთ, აქ ესეთი რამ წერია. თუ მეშვიდე თაობაში უნდა მომკლარიყო კაინი, ესეთი წინასწარმეტყველებაო, ლამეკის გამო 77-ის მიეზღებათ, ანუ 77 გზის თაობაში მოხდება გამოსყიდვა. დათვალეს ეს თაობა და გამოვიდა იესო ქრისტე. ამიტომაც ეს ძალიან საინტერესო მოხდა. ამბობ მეც ეს მართალი გითხრათ წაკითხულება მე თვითონ ნამდვილად არ დამეწია, მაგრამ არსებობს ამის ხაზები, ვინ მის მერე იშვა, მიროდის იშვა, ამიტომ ეს ბიბლიაშია თვითონ წესწიგნი აღწერილი და იქ ამის შესახებ არის ლაპარაკი. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი და შვა ქალმა ვაჟი და უწოდათ სახელად სეითი, რადგან მომადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა კაინმა რომ მოკლა. სეიცად შეეძინა ვაჟი და უწოლად სახელად ენოში, მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. ენოქი ნიშნავს უფლის სახელის ხსენებას, მაგრამ იქ ენოქი უწერი, აქ ენოში უწერი. იმიტომ რომ აქ პირდაპირ ამის სახელის თარგმანია. ერთადერთი დადებითი სახელი, ეს იმიტომ რომ აქეთ გადმოვედით, სეითის მხარეს გადმოვედით ახლა ჩვენ. იქ კი აღავდრიალებთ კაინის მხარეს, იმიტომ რომ უკვე ადამის მეორე შვილი. ეხლა ამაღლებული ისაიოსა ხო? ეს ამ იმაში, ამ თაობა კაინის თავმოყრობაში რო ენოქი არა, ამ შთამომავლობაში, სეითის შთამომავლობაში რო ენოქი გაჩნდება, ამაზეა ლაპარაკი. მაგრამ ჯერ აქამდე არ მისულა. დაიწყო უფლის სახელის ხსენება. აქ ლაპარაკია კიდევ ნახეთ, უყურეთ სეითი მომადლა უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა. ანუ ნაცვლად აბელისა ნიშნავს იმას, რომ ეს გამრავლდებოდა თითქოს აბელი აღდგომის წინასახია რეალურად მართლმსაჯულებით კი არა აღდგა აბელი, მაგრამ მერტის სახელის ხსენება კვლავ დაიწყება, ანუ სხვა შეცილვა კვლავ განახლდება, რადგანაც ოჯახში გაჩნდა ეს ვაჟი, რომელიც თქვათ გააგრძელებს იმ ტრადიციას, რა ტრადიციასაც, სხვა შეცილვის ტრადიციასაც თქვათ აბელს ჰქონდა და აბელი აკეთებდა. ამიტომ ეს თავი ჩვენ ახლა დავამთავრეთ 26-ე მუხლი წავიკითხეთ. ეს გახლავთ 24 თავი, სადაც მოთხრობილია აი ამ პირველი ადამიანისა და ევას ფაქტიურად სამოთხის გარეთ პირველი რაც შეემთხვათ და მათი ოჯახის შესახებ, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ამისი ცოდნა რაც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, იმდენად საჭიროა, რამდენადაც არის რაღაცა საკითხები, რომლებსაც ვფიქრობთ, რომ თითქოს რაღაცა მაშინ მოხდა და არა, ჩვენს ცხოვრებაში ეს ყველაფერი რაღაცნაირად შეიძლება თვალწინ ხონდეს ყოველთვის იმის მაგალითად, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი, თუ რა უნდა, ესე იგი, რა ურთიერთობა უნდა ქონდეს მას ღმერთთან და რა ურთიერთობა უნდა ქონდეს მას საზოგადოებასთან. თუმცა კი
წმინდა წერილის კითხვა ზოგადად მარტო ამისთვისაა. შესაძლებელია რომ მერტის სიტყვას ისმენდე და ნეტარას კაცი რომელიც გამოეძიებს ჯუნსა შენსა და ანუ გამოდვებულად ღვთისნებას ოდესაც ეძიებს ადამიანი ეს არის სწორედ სათნოებისკენ ის გზა ის ბილიკი რომელთაც ადამიანი არ ივიწყებს სამოთხეში დასაბრუნებლად გზას და რაღაცნაირად ცდილობს უკან დავადგინოს. ასე რომ დავამთავროთ ეს მე 4 თავის კითხვა თუ შეკითხვები გვაქვს რაიმე შევეცდები გიპასუხოთ.